ჩვენს ტელემაყურებელს ახლა კი გადავინაცვლოთ სტუმართან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი. გვეწია დიდი მადლობა მოგზაურობისა და მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. მირიან, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ისეთ მნიშვნელოვან პროექტზე, როგორიც არის რეგიონალური ბიბლიოთეკები. და ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ახორციელებთ ეროვნული ბიბლიოთეკა პროექტს, რომელიც ითვალისწინებს რეგიონალური ბიბლიოთეკების განვითარებას, მათი პრობლემების გაცნობას და შეძლების და გვარად დახმარებას, ხო? აი თქვენ უკვე რამდენიმე სოფელი და რაიონი, რეგიონი გაქვთ მოვლილი და აი ამ გადასახედიდან უკვე პრაქტიკიდან გამომდინარე, რო გითხრათ, რა პრობლემების წინაშე დგანან ისინი? კი ბატონო, დიდი სიამოვნებით, თემა ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონალურ ბიბლიოთეკებს, გულისხმობს სასოფლო ბიბლიოთეკებს, არც თუ სახარბიელო მდგომარეობა აქვს და რთულ სიტუაციაში არიან ისინი. დავიწყებ იქიდან, რომ ძალიან ბევრი ბიბლიოთეკა გასულ წლებში იქნა დახურული. წიგნადი ფონდი, რომელიც მას გააჩნდა, შეიტანეს სკოლებში, კერძო საკუთრებაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თავად ფონდი ძალიან რთულ სიტუაციაშია. დაახლოებით 20 წლის წინ საქართველოში არსებობდა 3000-მდე სასოფლო ბიბლიოთეკა. დღეისათვის ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასრული ციფრია, თუმცა ეს ზუსტდება 500 სასოფლო ბიბლიოთეკაა მხოლოდ საქართველოში, ისიც ძალიან რთულ ვითარებაში. ჩვენი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მისია და მიზანი არის ის, რომ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმით გავიღოთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ სოფლის ბიბლიოთეკებს და სწორედ ჩვენი პროექტი იმას ემსახურება, რომ დავდივართ რეგიონში, ყველა რეგიონში, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მოვიცავით უკვე სოფელ და სადაც არის ამის საშუალება, სადაც გვაძლევს იმის საშუალება, შენობა, ვთქვათ, ინვენტარი, არის შესაძლებლობა ჩაგვაქვს წიგნები და ვეხმარებით მათ. ჩვენი დახმარება არ გამოიხატება მხოლოდ წიგნებით, არამედ ჩვენ რამოდენიმე ბიბლიოთეკას გადავეცით კომპიუტერით, გარდა ამისა საბიბლიოთეკო ასოციაციასთან ერთად ვატარებთ მუდმივ ტრენინგებს, გადამზადებას სოფლის ბიბლიოთეკის თანამშრომლებისა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღეისათვის საქართველოში არ არსებობს არც ერთი კურსი, არ არსებობს სასწავლო მიმართულება, სადაც თქვა პროფესიონალი ბიბლიოთეკარები გაიზრდებიან გასაკვირველად. სირთულეები ახსენეთ ბატონო მირიან და ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, და დაუძლეველი ამ ეტაპისთვის სირთულეში რა იგულისხმება, თქვა და ყველაზე მეტად თქვა რომელი რეგიონი შეიძლება გამოირჩეოდეს ამ კუთხით. ჩვენი სულ ცოტა ხნის წინ ვიყავით რამოდენიმე დღის დაუბრუნდი ყაზბეგიდან და მაგალითად ყაზბეგის მთელ მუნიციპალიტეტში არის სულ 3 ბიბლიოთეკა, ერთი ცენტრალური და 2 სასოფლო ბიბლიოთეკა. იქ ძალიან ბევრი გასულ წლებში ძალიან ბევრი ბიბლიოთეკა დაიხურა და თავად წიგნებიც არის ძალიან რთულ სიტუაციაში, წიგნადი ფონდიც. თავარი სირთულე ჩვენი აზრით არის მაინც შენობა ნაგებობები. ძალიან ყველა რეგიონში თითქმის ერთი და იგივე სურათს ვაწყდებით, როდესაც შენობები არის მოულელი, შენობები არ აქვს ინფრასტრუქტურა მოწყობილი, ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა. დღეისათვის ჩვენ მუშაობთ გეგმაზე, სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად, არის ჩართული რამოდენიმე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელად, სასიხარულო რომ თავად მუნიციპალიტეტი. უნდა მეკითხა, ანუ მხოლოდ თქვენ ზრუნავთ ამაზე თუ მუნიციპალიტეტის ხარდაჭერას? არა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენ ამაზე არ ზრუნავთ, მხოლოდ ჩვენი შესაძლებლობები ამას ვერ გაწდება ნამდვილად და ვერ შევძლებთ ამას თუ არა მუნიციპალიტეტის და ადგილობრივი მთავრობის დახმარება და თანამშრომლობთ რამოდენიმე მუნიციპალიტეტთან, წინასწარ არ მინდა ამაზე საუბარი, ვინაიდან ეს მიმდინარე პროექტია და როდესაც პროექტი დასრულდება, მას ბუნებრივია თავისთავად პრეზენტაცია მოყვება. ყველაზე მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ მუნიციპალიტეტმა უნდა შექმნას ფართი, სადაც განთავსდება ბიბლიოთეკა. ეს ფართები ანუ რეალურად არ არსებობს ბევრგან, ხო? ბევრგან არ არსებობს, ბევრგან არის მიტოვებული, ბევრგან არ არის. აი ელემენტარულად მინები არის ჩამწრეული, კარები აიკეტება და ასე შემდეგ. არ არის შეუძლებელია. გასაკვირველია, არ არის, თქვა, თაროები მოწყობილი სპეციალურად, არ არის მაგიდები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ის სწორედ ამ პრობლემების დასაძლევად მუშაობთ ჩვენ აქტიურად. მირიან, აი ჩვენ მე გამახსენდა, როდესაც ამ პროექტზე საუბრობდით, რომ ჩვენ ერთადაც მოგვიწია საზღვრისპირა სოფელში, პერევში გახდით, მქონდა პატივი და იქ ჩემი თვალით ვნახე, რა მდგომარეობაში იყო იქაური ბიბლიოთეკა. აქ ინტერესი თქვენი კიდევ ორმაგი იყო, რადგანაც ეს საზღვრისპირა სოფელი იყო და მათ ალბათ კიდევ ორმაგი ყურადღება ჭირდებათ. თქვენ მე მახსოვს, რომ იქ ქონდათ ძალიან დიდი პრობლემა კომპიუტერის და თქვენ დაპირდით, რომ ჩაიტანდით თუ შეასრულეთ პირობა. რა თქმა უნდა, პირობა იქნა შესრულებული დაახლოებით 10 დღის შემდეგ, როდესაც ჩვენ პერევიდან დავბრუნდით.
ჩვენი გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ესტუმრა პერევის ბიბლიოთეკას და ჩაიტანა კომპიუტერი, ასე რომ პირობებს ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ. გარდა ამისა, ჩვენ დავბრუნდით კიდევ ცოტა ხნის წინ სვანეთიდან, სადაც სვანეთის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში გადავეცეთ წიგნები დავეხმარეთ და სასიხარულოა, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან გამოითქვა სურვილი, რომ დაეხმაროს ბიბლიოთეკებს, იგეგმება საბავშვო ბიბლიოთეკების მოწყობაც და ამ მხრივ ჩვენ მათთან აქტიურად თანამშრომლობთ და სასიხარულოა, რომ მაღალმთიან რეგიონში, სადაც მოსახლეობა თავად გამოთქვამს ინტერესს იმისათვის, რომ ბიბლიოთეკა გაიხსნას, სწორედ ჩვენი და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით შეიძლება რამოდენიმე ბიბლიოთეკის გახსნა და კიდევ გეგმება ახალი ბიბლიოთეკების გახსნა. ბატონ მირიან, საინტერესოა, წეგან თქვით, რომ არ არსებობს დღეს საქართველოში, ხო? მე მგონი თუ სწორად ვიმეორებ თქვენ ნათქვამს, ესეთი სკოლა ან სისტემა, რომელიც გადაამზადებს ბიბლიოთეკარებს, ხო? ნუ ალბათ ეს თქვენ არ გეხებათ ამ შემთხვევაში, ხო? ამაზე სხვა ვინმე უნდა ზრუნავდეს, მაგრამ აი რა ფორმით ხდება, თქვა, ბიბლიოთეკარების გადამზადება სოფლებში, რეგიონებში. დიახ, მე ვახსენე მოითხოვებათ მათ გარდა. მე ცოტა ხნის წინ ვახსენე საბიბლიოთეკო ასოციაცია, რომელიც არის საქართველოში დაარსებული, ასე ვთქვა, და მისი ხელმძღვანელობა ჩვენთან ერთად ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ვაწყობთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში სასოფლო და რაიონული ბიბლიოთეკარების გადამზადებას. პერიოდულად ეწყობა ეს ტრენინგები, ტარდება. ჩვენ ბუნებრივია, რომ ჩვენ ჩართული ვართ სოფლის სიახლეებში, რაც საბიბლიოთეკო სფეროში ხდება და ის სიახლეები სწორედ გვინდა რომ დავნერგოთ რეგიონებში და მაქსიმალურად უწყობთ ფეხს ამ კუთხით. სოფლის და არა, ძალიან ბევრ საკითხში აქტიურად თანამშრომლობთ სხვადასხვა საერთაშორისო საბიბლიოთეკო ქსელთან. და სწორედ აი ჩვენი და ასოციაციის ერთობლივი თანამშრომლობით ასეთ ვისე ხდება ბიბლიოთეკარების გადამზადება. ამაში ხელი უნდა შეგვიწყოს თავად რეგიონებმაც, რომ გამოგზავნონ ისინი, უბრალოდ ჩამოვიდნენ თბილისში, თქვა ჩვენი ეროვნული ბიბლიოთეკის კარი მათთვის მუდმივად ღიაა, შეიძლება არ იყოს თქვა ტრენინგი, მაგრამ მათი ინტერესი ნებისმიერ დროს დავაკმაყოფილოთ, თუ რაიმე შეკითხვა აქვს და ასე შემდეგ. აი, როდესაც ბიბლიოთეკარებს ხვდებით ხარ და ესაუბრებით, ნუ კარგია ის, რომ იყოს აღჭურვილი და აკმაყოფილებდეს ყველანაირ მოთხოვნას საქართველოს ყველა რეგიონში და სოფელში არსებული ბიბლიოთეკები, ხო? თავარი რა წიგნი უნდა გადაიშალოს, ხო? ყოველ თაროს დასადებად არ შექმნილა. კითხველი თუ არის, აი, რამდენად უჩივიან, თქვა, ან პირიქით რამდენად კმაყოფილნი არიან ამით. რა თქმა უნდა, კითხველი არის საბედნიეროდ, მაგალითად ჩვენ ვიყავით გურის მაღალმთიან სოფელ სურებში და სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით გურიაში უყვართ კითხვა. დიახ, გურიაში უყვართ კითხვა, საკმაოდ საქართველოში უყვართ და მოკლედ და გავხსენთ ბიბლიოთეკას სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით და ეს იყო ძალიან სასიხარულო ამბავი. მინდა თავიდან აღვნიშნო, რომ პირველ რიგში ბიბლიოთეკა რატომღაც წარმოედგინება ადამიანების რაღაც ნაწილს, რომ არის მხოლოდ წიგნსაცავი. ეს სრულად ასე არ არის. რა თქმა უნდა, წიგნსაცავი არ არის ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა არის მთავარი კერა განათლების მისაღებად, მთავარი ადგილი, ასე ვთქვათ, დასაწყისი განათლების მიღების. სწორედ ამას აი ტრენინგებზე როცა ჩამოდიან ბიბლიოთეკარები, ჩვენ ვცდილობთ აუხსნათ მათ, რომ უნდა იაქტიურონ იმ მხრივ, რომ თანამ ადგილობრივ მოსახლეობას დაანახო, რომ ბიბლიოთეკა არ არის მხოლოდ წიგნის წაკითხვის და უკან საცავში დაბრუნების წიგნის ადგილი. არის პირველ რიგში შეხვედრების, საუბრების, კულტურული კერა ერთგვარი. ასაკურველი. და სწორედ აი ამ მიმართულებით მივდივართ, ჩვენ რომ გააქტიურდეს მაქსიმალურად ბიბლიოთეკა და დავანახოთ მოსახლეობასაც და ყველას ვის დაინტერესებული, ვისაც ძალუძს ბიბლიოთეკის ხელშეწყობა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროს დახმარება და ამ სფეროს საერთოდ არაერთხელ აღმინიშნავს მე ამ სტუდიაში სწორედ ეს საკითხი, რომ ერთ დროს ეროვნული ბიბლიოთეკაც იყო ადგილი, სადაც მიხვიდოდი წიგნს გამოიტანდი თუ წაიკითხავდი და წამოხვიდოდი, მაგრამ დღეს არის მართლა დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ღონისძიება ტარდება და ბევრ ღონისძიებას მასპინძლობთ, რისთვისაც მადლობა თქვენ. ვიცით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ვფიქრობ, ამაზეც ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამ სტუდიაში, როდესაც რაღაცა ხდება საქართველოში ძირითადი ინფორმაცია და ღონისძიებები ტარდება დედაქალაქში, თბილისში. აი ეს რაიონის მოსახლეობა თითქოს არის ამ ყველაფერს მოწყვეტილი და ვერ ერთვებიან, თქვათ, თან აქტიურ ცხოვრებაში ვერ არიან ჩართული სათანადოდ. მე ამაზეც ძალიან აი ვეხმაურები თქვენს ინიციატივას, რაიონებზე რო ზრუნავთ და ჩადიხართ, რადგანაც ვფიქრობ, რომ მათი ჩართვა ყველა პროცესებში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველა დაწესებულება მუწყება, მე ვფიქრობ, უნდა გაიგოს, რომ საქართველო მარტო თბილისი არ არის, საქართველო არის. რა თქმა უნდა. ეს მნიშვნელოვანი პრობლემა. კიდევ რა მინდოდა მეკითხა. აი თქვათ ბიბლიოთეკარების ამ შემთხვევაში
ხელფას, ანუ მათ პირობებს, ხო? არეგულირებს ეროვნული ბიბლიოთეკა თუ თქვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზეა ეს დამოკიდებული, როგორი ანაზღაურება ექნებათ მათ. რეგიონალური ბიბლიოთეკები აბსოლუტურად ყველა არის მუნიციპალიტეტის საფარქვეში, მათ დაქვემდებარებაში სახელმწიფო პარადი და სახელმწიფო განაკვეთის სრულად მუნიციპალიტეტი განკარგავს. ასე რომ ამ საკითხში ჩვენ ვერ ვერევით, ნებრივია ჩვენი საკუთარი ბიუჯეტი და სახსრები და მათ საკუთარი. აი სწორედ ამაზეც მიდის ხოლმე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის, როდესაც ხდებით ბოლო პერიოდში განსაკუთრებით სჯელობა და საუბარი რომ მოხერხდეს დაინტერესება და ბიბლიოთეკარისტვის ხელფასის მომატება, იმიტომ რომ მათ ორმაგი სტიმული ექნებათ ამ შემთხვევაში მუშაობას. დიდი მადლობა ბატონ მირიან, მართლაც მნიშვნელოვანი პროექტია რა, გისურვებთ ამ კუთხით წარმატებებს. ყველა სოფელს და ყველა რეგიონს რატომაც არ უნდა ქონდეს სიცოცხლე 21 საუკუნეში ამაზე საუბარი, რომ ბიბლიოთეკები არ არსებობდეს, ან და თუ კი არსებობს ისეთ მდგომარეობაში და პირობებში, როგორშიც სამწუხაროდ დღემდე არის ისინი. წარმატებებს გისურვებთ. მე ვიცი რომ რამდენიმე რაიონში გეგმავენ უკვე დაგეგმილია ჩასვლად რეგიონალურ ბიბლიოთეკაში და ხომ გადაერევს თალბოხს. კი ბატონო, ესე იგი ორი სიტყვით ვიტყვი რომ ვაგრძელებთ პირველ რიგში სამეგრელოში ჩასვლას მარტვილის მუნიციპალიტეტში, იქ იყო შეხვედრები და გავყიდით მოსახლეობას და მათ გამოთქვეს რომ და ჩვენ ჩავალთ, შემდეგ უკვე აჭარა მაღალმთიანი ეჭերը გეგმება სანამ დიდი თოვლი მოგულა. სანამ დამოასწროთ ეს. ანუ გეოლოდებიან ამ ადგილებში და ჩამოხვალთ თბილისში. წარმატებებს გისურვებთ მერიან. შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირია ხოსიტაშვილი გვესაუბრებოდა რეგიონალური ბიბლიოთეკის თემაზე. ახლა ჩვენს ეთერში